დიდი გამოწვევების წინაშე ვართ დღეს. ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვართ და სამწუხაროდ ყველაზე მთავარი რითაც შეიძლება რომ ეს გამოწვევები გადალახული იქნას აი ეს გზავნილები არ ჟღერდება. ჩვენ ვართ პატარა ერი. მოდით ისევ კეთილგონი ერებიდან გამომდინარე ვისაუბროთ ამ საკითხზე, ხო? ჩვენ ვართ პატარა ერი და ერთადერთი კეთილგონური საქციელი და გამოხატულება ის იქნებოდა, რომ ჩვენ გქონდეს ერთობა. ერთობა გქონდეს, ეს ყველა ელემენტარულია. ძალა ერთობაში. მაგრამ აი სვამ ახლა მე შეკითხვას. ბოლოს სად მოისმინეთ და ვისგან მოისმინეთ, რომ ერთობა უნდა გქონდეს ჩვენ ქართველებს. აი თუ გახსენდებათ. ვინ საუბრობს ამაზე? ვინ საუბრობს, ვისგან ისმით ამ სიტყვებს, რომ ჩვენ კი შეიძლება რაღაცა ურთიერთგანსხვავებულები ვართ, განსხვავებული მიდგომები გვაქვს სხვადასხვა საკითხებისადმი და ასე შემდგომ, მაგრამ იმისათვის, რომ ქვეყანა გადარჩეს, შეინარჩუნოს სიმწრით მოპოვებული და სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ამისათვის სულ ცოტა მინიმუმ რაც არის საჭირო და აუცილებელი, ეს არის ერთობა.